ეს რაღა? ჩემი თაყვანისმცემლები ჩემს კარადებზე არ ხატავენ და მეორე, შენს გამო მე მაქვს პრობლემები მისტერ მაქსთან. ჯანდაბა, ის კარზე ხატავს, შეხედეთ, ის ჭკუაზეა, ჩემს სპორტდარბაზში ჩემი ნებართვის გარეშე ხატავს. თუ ისევ დავინახავ, რომ სპრეით ხატავ ჩემი დის სახელს, იცოდე დიდი პრობლემები შეგექმნება. გაიგე? თუ კიდევ ერთხელ ახსენებ შენს ბეისბოლის სულელურ ბიტას, მე გაგაგდებ ჩემი გუნდიდან. როგორც ჩანს, ქურდი გვყავს ჩვენს კამპუსში. ამ დილით ბუშტის კარადიდან მთელი სახეჭი რეზინების შეკვრა გაქრა. ბუშტის რეზინები ხომ არ გინახია? ჩვენ უკვე აღმოვაჩინეთ ის ადამიანი, რომელმაც წარწერა გააკეთა. და რა არის ეს? ეს არის წარწერა კარზე. კამპუსის კარადაზე. ამას რა ჰქვია, იცი? არა? ამას ქვია ვანდალიზმი. ამინა, შენ გააფუჭე კამპუსის პირადი ქონება. მისტერ მაქს ფიქრობის მკაცრად უნდა დაიცაჯოს. მე ეს არ გამიკეთებია. ჩვენ ეს საერთოდ არ გავიკეთებია. როცა გასახდელში შევედით, ეს წარწერა უკვე აქ იყო. ჩვენ ასე უბრალოდ დაგიჯეროთ, არა? ჰა? მენდი, უკვე გითხრეს, რომ ჩვენ არ ვიყავით ეს. რატომ არ გჯერა? მაშინ ვინ გააკეთა ეს? იქნებ მისტერ მაქსმა ან ჩაკმა. ეს შენ დახატე, ხო? არა? რატომ არ შეამოწმებთ კამერებს და თავად არ დარწმუნდებით, რომ ეს ჩვენ არ ვიყავით? ჩვენ არ ვიყენებთ კამერებს გასახდელში, ეს უკანონოა. და რა არის ეს მაშინ? მიკროტალღური? ჩაკ, შენ თქვი, რომ გასახდელებში კამერები არ იქნება. ეს სატყუ არა, ეს იმისათვისაა, რომ მოზარდებმა იფიქრონ, რომ მე მათ არ ვუყურებ, რათა გასახდელში არ გააფუჭონ არაფერი. გაიგე? შემდეგ ჯერზე მეც შემატყობინე, როცა კამპუსში ხრიკებს მოაწყობ. არაფრის მოსმენა აღარ მინდა. ან წაშალე გრაფიტი, ან შენ მშობლებს შევატყობინებ. მისტერ მაქს, მან უნდა წაშალოს ვინც ეს გააკეთა. კარგი, მისტერ მაქს, მე უკვე დავიღალე. ჩვენ უნდა გამოვიძახოთ მათი მშობლების სკოლაში და ვუსაყვედუროთ. მენდი, შენ ზედამხედველობას გაუწევ გაწმენდის პროცესს. ჩაკ, წავედით. თუ გავარკვევ ვინ გააკეთა ეს, ისინი ენით გაწმენდნენ ჩემს კარადას. ჰეი, ამინა, როგორ ხარ? მე შენი ფანი ვარ. რას აკეთებ ჩემს კარადაში? საერთოდ იცი, რომ ეს გოგონების გასახდელია. შენი შეშინება არ მინდოდა, მე აქ ახალი ვარ, მე მქვია მაუსი და მე კამპუსში ამინას გამომოვედი. რა? მას შენ ხარ ის, ვინც დაწერა ჩემს კარადაზე? რა თქმა უნდა, მე ამინას ფანი ვარ, ყოველთვის ვოცნებობდი მასთან შეხვედრაზე. შენ გიჟი ხომ არ ხარ? ახალბედა. უპირველეს ყოვლისა, ჩემი გულშემატკივრები კარადებში არ შედიან და მეორე, ჩვენს გამო მე ახლა მაქვს პრობლემები მისტერ მაქსთან. ახლა კი აიღე ნაჭერი და წაშალე შენი შედევრი კარადიდან. მე ეს წასაშლელად არ დამიხატია. რატომ ხარ ასეთი თავხედი? გოგოების გასახდელში შეხვედი და კარადაზე დაწერე. ეს ამინას დაბრალდა და ახლა თავს იჩენ. მოკლედ ახალო ბიჭო. თუ ეს გრაფიტი 1 საათში არ გაქრება სათავსოდან, სამუდამოდ ჩაგეკეტავ მასში. გავიგე. ხო და ეგრე. ბიჭებო, მერწმუნეთ, ჩემი საათი წყალგაუმტარია. 30 მეტრის დაბლა ჩაუყვინთე და არც კი დამტრეულა. ფაზლ, რა არის? შენ სულაც კი არ შეგიძლია, მე შემიძლია. მე უკვე ვისწავლე შარშან, აუზში. ნახეთ, ლუზერები გარბიან. დაიჭირეთ ვირთხა, მოიცადენ ერდო. ჯანდაბა, მაინტერესებს რა ბედი ეწიათ იქ ლუზერებს. ის ლუზერები ყოველთვის რაღაც სისულელეებზე ჩხუბობენ. რა გინდა? გულწრფელად თქვი ახლა, შენ მოიტყარე ბუშტის რეზინები? არაფერი მომიპარავს. მაშ როგორ მოხდა, რომ დილით კარადაში სახეჭი რეზინა მქონდა და შენ რომ მოხვედი უკვე გამქრალი იყო? საიდან უნდა ვიცოდე, შენს რეზინებს ყურადღებით უნდა უყურო. ბიჭებო, გეყოფათ. ის ამბობს, რომ არ აუღია. ესე იგი, არ აუღია. არ ჩაერიო ამაში პონკა, თვითონ მოაგვარებ ამას. ჩვენ უნდა ვიპოვოთ დროზე სახეჭი რეზინა. ჰეი, ლუზერებო, რაზე ჩხუბობთ ახლა? რატომ ყვირი ხარ თელს კამპუსში? ჩვენ გვყავს ქურდი კამპუსში, რადგან ბუშტის რეზინა გაქრა მისი სათავსოდან ამ დილით. და ფრეშს აქვს 1 ტონა რეზინა. ხედავთ კავშირს? დიახ, ეს ნამდვილად ის არის. ფრეშ, ბუშტის რეზინები აიღე? უკვე არ ჯევრთქვი, მე არ ამიღია ისინი. მე არ მჭირდება ეს რეზინები. მაშინ გვაჩვენე შენი ჯიბეები. არ გაჩვენებთ. ფრეშ, თუ ახლავი არ გვაჩვენებ და არ დაამტკიცებ, ყველა იფიქრებს, რომ ქურდი ხარ. ასე რომ, ჯობია მართლა თუ არ აგიღია, ჯიბეები გვაჩვენო. ხო, გვაჩვენე შენი ჯიბეები, დამგზით ყველა თავს დაგანებებს.
შეხედეთ, ნერდი ქურდია. ქურდი შენ ხარ, ეს ჩემი კევებია. დღეს დილით გასახდელში ვიპოვე. მათზე ბუშტი არ არის დაწერილი. კარგი ბიჭებო, წავიდეთ აქედან და თვითონ გაარკვიონ მათ ეს. მომეცი რეზინები. აჰა, აიღე. გოგოებო, თქვენ უსახლკარო ცხოველების ფონდში ფული ჯერ ისევ არ დაგირიცხავთ? მე შემიძლია ჩავრიცხო ახლავე. მე ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. მინდი გპირდები მომავალ კვირას ჩავრიცხო. მე უკვე ჩავრიცხე ფული. რატომ იტყუები? ნება მომეცი შევამოწმო ჩემი სია. შენ არ ხარ ჩემს სიაში, ოლივია. კარგი, არ გამომივიდა. და მაინც, რატომ უნდა შევწიროთ ფული ცხოველების ფონდში? რა სულელური კითხვაა. რატომ? იმიტომ რომ ადამიანები ვართ. აბა, კიდევ ვინ მოუვლის ამ საწყალ ცხოველებს? ჩაურიცხე ფული მათ. მე შევიტან ჩემს წვლილს მომავალ კვირას. თუ ამას არ გააკეთებ, შენ სირცხვილის დაფაზე იქნები. კარგი ჩაკ, სპორტ დარბაზში უნდა წავიდეთ. მისტერ მაქს, შენთან საქმე მაქვს. მოშორდით აქედან. ეს ბოროტი სულელი გოგო. თავარია მოწინააღმდეგის მოტყუება. გააკეთეთ ყალბი მოძრაობები, თითქოს აპირებთ სხვას გადასცეთ პასი. შემდეგ მოწინააღმდეგეს ყურადღება გაეფანტება და თქვენ ბურთს კალათაში ისვრით. გავიგეთ, დავიწყოთ ვარჯიში. დენს, რას აკეთებ? კუსავით მოძრაობ. მოწინააღმდეგე მაშინვე მიხვდება შენს გეგმას. შენ უნდა იყო უფრო სწრაფი. აი ზუსტად ასე. კარგი, მიდი გააგრძელეთ. უფრო სწრაფად დაგ. კიდევ უფრო სწრაფად. კმარა, დავიღალე. დაგ, რა ხდება? დასვენების უფლება მეჯერ არ მომიცია. დავიღალე ბენს, მთელი საათია ვარჯიშობთ. ნება მომეცი ახლა ცოტა დავისვენო. ამიტომაც აგებთ ყველა თამაშს. იმიტომ რომ მუდამ წუწუნებ, დავიღალე, მომეცი დასვენება, არ შემიძლია, ვერ ვივარჯიშებ. კმარა ბენს, კალათბურთის თამაში მე არ მინდა. მე ბეისბოლის მოთამაშე ვარ. თუ კიდევ ერთხელ ახსენებ შენს ბეისბოლის სულელურ ბიტას, მე გაგაგდებ ჩემი გუნდიდან და შენს მაგივრად მე ფაზლს მოვიყვან. კარგი ბენს, დამშვიდდი. დავისვენე უკვე. ახლა მზად ვარ. ხო დაეგრე. უფრო სწრაფად. ჰეი ბენს, შეხედე. აი ის ვიღაა? ჯანდაბა, ის კარზე ხატავს. ის ჩემს სპორტ დარბაზში ჩემი ნებართვის გარეშე ხატავს. რა ხდება ბიჭო? გზა ხომ არ აგერია? ეს ჩვენი სპორტული დარბაზია. ჰეი ძმაო, შეხედე. მან გული დახატა. და როგორ ახსნი ამას? მე ეს იმიტომ დავხატე, რომ ამინაზე ვარ შეყვარებული. ჰეი რომეო, და მან იცის ამის შესახებ? როცა მთელს კამპუსს მოვხატავ, ის მაშინვე გაიგებს ამას. რა? შენ მთელი კამპუსის მოხატვას აპირებ? ხო, მე ასე გამოვხატავ ჩემს გრძნობებს. და რა მოხდება თუ ახლავე დავხატავ გულს შენ შუბლზე? მერე რაღაც იზავ. ხვდები რომ ამას ვანდალიზმი ჰქვია? მომეცი აქ გამომივიდა ესეც მხატვარი. ჰეი, სხვათა შორის, ეს ჩემია. კამპუსის ქონების გაფუჭებისთვის მათ შეუძლიათ ციხეში გამოგამწყდიონ. ამინასთვის მე მზად ვარ რომ ციხეშიც კი წავიდე. ჰეი ბიჭო, დროზე მოშორდი აქედან. შეყვარებული. კარგი ბიჭებო, გავაგრძელოთ ვარჯიში. მას გულის ხატვა არ დაუმთავრებია. ნება მომეცი რომ მე დავასრულო. და თუ ვინმე ამას ახლა დაინახავს, იფიქრებს რომ ეს ჩვენ გავაკეთეთ, ვერ ხვდები? დენს, ამას ვერავინ ვერ დაინახავს. ჩაკ, ჩვენ უნდა ვიყიდოთ მეტი ხალიჩები, ხო ხვდები? აი კიდევ ერთი. დაკ, რას აკეთებ აქ? დაკ, რატომ გააფუჭე სკოლის კარები? მისტერ მაქს, ეს ჩვენ არ ვიყავით, ჩვენ ახლახან დავიჭირეთ ვანდალი. ეს ახალი ბიჭია. ხო, და ჩვენ მას გაკვეთილი ჩავუტარეთ. რატომ ცდილობ ჩვენს მოტყუებას? ვინ ბავშვი? მე ფაქტობრივად დავინახე რომ დაკი გულს ხატავდა კარზე. ეს მე არ ვიყავი, ეს იყო ახალი ბიჭი. რატომ ადანაშაულებს ყველა მე? სწრაფად აიღე რამდენიმე ნაჭერი და წაშალე გრაფიტი. ხვალ ველოდები შენს მშობლებს სკოლაში. შეყვარებული. და იდიოტი ხარ? ახლავე აიღე ხელსახოცი და მოაშორე გული კარებიდან დროზე. კარგი. და მე გაგაფრთხილე.
ჰეი ჩაკ, სად ხარ? ვიღაცამ ჩემს ოფისში დაფაზე დაწერა, რომ იდიოტი ვარ. იპოვე ის ვანდალი და მომიყვანი აქ. მე მინდა პირადად გავარკვიო, ვინ არის ჩვენ შორის ნამდვილი იდიოტი. მისტერ მაქს, ჩვენ უკვე ვიპოვეთ ვანდალი, რომელმაც ჩემი კარადა მოხატა. და ვინ არის ის? ეს არის ახალი ბიჭი, ის უზრდელი და თავხედია. ახალბედა? ის ხომ ახლახანს მოვიდა ჩვენს კამპუსში. მან თქვა, რომ ის ჩემი გულშემატკივარია, ამიტომ ჩემს სახელს ყველგან წერს. გოგოებო, ახალბედას ამას ნუ დააბრალებთ. ის ერთი ჩვეულებრივი მოზარდია. მე ამინას მშობლებს მაინც გავაგებინებ. ბიჭებო, მაქსი აქ არის. ახლა გამოგიჭირეთ, ძმაო. ჩვენ მოგიწყობთ ტკბილ ცხოვრებას, გამიშვით. ნუ ჩხუბობთ? საკმარისია, არ მინდა ამ სისულელეების მოსმენა. აუხსენით ამბავს, რომ მას არ შეუძლია კედლების მოხატვა. მან ყველა კედელი გააფუჭა. თუ ისევ დავინახავ, რომ სპრეით წერ ჩემი დის სახელს, იცოდე, რომ ძალიან ცუდად გექნება საქმე ახალო. დამშვიდით, ახალბედა, ეს მართალია? კამპუსის ყველა კედელი შენ მოხატე და იდიოტით შენ დაწერე? დიახ, მე მოვხატე ისინი. არ ვიცი როგორ მივიქციო ამინას ყურადღება, მაგრამ ეს წარწერა მე არ დამიწერია. შენ მიიპყარი არა მხოლოდ ამინას, არამედ ყველა კამპუსის მოზარდის ყურადღება. ახლა მომიწევს შენი გაძევება. მისტერ მაქს, პოდიშ გიხდით. გთხოვთ, ნუ გამრიცხავთ. მე მზად ვარ გამოვწორდეთ. კარგი ახალო ბიჭო, ამჯერად გაპატიე. აიღე ნაჭერი და დაიწყე კედლების გაწმენდა. წინააღმდეგ შემთხვევაში მე ნამდვილად გაგათავისუფლებ შენ კამპუსიდან. წადი და კედლები გაასუფთავე, ვანდალო. მოიწონეთ ვიდეო და გამოიწერეთ ჩვენი არხი. გააჭირეთ ზარისხილაკს და დაელოდეთ ახალ სერიებს. ნახვამდის ყველას!